აქ არის ერთი ფაქიზი სტრატეგიული მომენტი. ზოგჯერ ძალიან ცუდია, როცა იძულების გამოყენებაში კარგი ხარ. და არ ცდილობს სიტყვებით კეკუცობას. პირდაპირ გულისხმობ იმას, რომ კონკრეტულ სამხედრო სტრატეგიაში გაუარესებამ შეიძლება უკეთესი შედეგი მოგიტანოს. და ამჟამად შეიძლება ვაკვირდებოდეთ იმ შედეგებს, რასაც ომში საშუალო დონეზე ყოფნა იწვევს მთელ ჩვენს მსოფლიოში. როგორც რუსეთი უკრაინაში წვალობს, ასევე შეერთებული შტატები ვერ ამთავრებს ირანს. სამართლიანია რომ თქვათ, პუტინიც და ტრამპიც ამჟამად ნახევარ ნაბიჯებს დგამენ. ეს უფრო აშკარაა შეერთებული შტატების შემთხვევაში. ის რაც სერიოზული საჰაერო ომით დაიწყო, რაც ვფიქრობ უკვე ნახევარი ნაბიჯია სახმელეთო ძალების გარეშე, გადაიქცა ეკონომიკური იძულების ფორმად. ძირითადი ბერგეტი, რომელსაც შეერთებული შტატები ცდილობს გამოიყენოს, არის ირანის პორტების ბლოკადა, პერიოდული სამხედრო მოქმედებების დამატებით. ამასობაში და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ვიპოვი უკრაინელებს, რომლებიც ამ ტერმინოლოგიას არ დაეთანხმებიან, რუსეთი კვლავაც ნახევარ ნაბიჯებს დრამს თავის შეჭრაში. შეიძლება ასე არ იგრძნოს ის, ვინც ღამღამობით დაბომბვების მსხვერპლია, მაგრამ რუსეთს კიდევ უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს. მიუხედავად მსგავსი მუქარისა, ბირთვული იარაღი ჯერ არსად ჩანს. არ ყოფილა მოთოდებები რუსული ძალების მობილიზაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ შემოჭრილმა არმიამ უკვე თვეებია უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე შეუძლია მოიზიდოს. კარგი, ეს საინტერესო საკითხებია და ადვილი იქნებოდა ამ სიტუაციებზე შეხედვა და ამით საუბრის დასრულება. ან იქნებ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და დავიწყოთ თეორიების შექმნა იმის შესახებ, რატომ მიმართავენ სახელმწიფოები ნახევარ ზომებს და არა სრულ ზომებს. მაგრამ ამის გამო არ ხართ აქ. თქვენ აქ ხართ, რათა მეტი გაიგოთ სტრატეგიული ურთიერთქმედებების უცნაურობებზე. და მართლაც, ყველაფერი უცნაური ხდება, როცა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მოწინააღმდეგე ამ ტიპის თავდასხმების მოლოდინზე. დღეს ჩვენ დავიწყებთ მარტივი გადახედვით ხარჯებისა და სარგებლის გაანგარიშებას, რაც განსაზღვრავს, რომელ სტრატეგიას აირჩევს სახელმწიფო საბოლოოდ, თუ ომი დაიწყება. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დავიხევთ და განვიხილავთ, როგორ მუშაობს კრიზისული მოლაპარაკებები ასეთ პირობებში. გამოყოფთ, როგორ იწვევს ნახევარზომების ეფექტიანობის ცვლილება მოწინააღმდეგისგან მოულოდნელ რეაქციებს. დასასრულს ამ იდეებს დაუკავშირებ იმას, რაც უკრაინასა და ირანში ხდება და ყურადღებას გავამახვილებ დამატებით სირთულეებზე, რომლებიც შეიძლება ასეთ სიტუაციებში წარმოიშვას. მაგრამ ჯერ ჩუმად გადავსდით ას დღეს უცხოეთი ვიდეოების გამოქვეყნების. ბევრი კომენტარი მეკითხება, როგორ ვახერხებ ესეთი ტემპით მუშაობას. კარგი, ამაში მეხმარება ის, რომ ამჟამად მსოფლიოში უამრავი უცნაური და საინტერესო რამ ხდება. და კიდევ ერთ ნაწილს გაგიმხელდით ჩემი საიდუმლოდან, მაგრამ ეს საერთოდ არ არის საიდუმლო. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Ground News, რომელიც ისევ დაგვიბრუნდა. არ არსებობს უკეთესი გზა ჩემი დღის დასაწყებად, ვიდრე ჩემი ყოველდღიური ბრიფინგის შემოწმება. ზელენსკი აშშ-ის დესპანებთან უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პროგრესი უწყება. ამას ნახავთ. ან დღის განმავლობაში ვიხილავთ იმ ამბებს, რომლებიც ბრმა წერტილშია დამალული, საკითხებს ითხრებს, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრის ერთ ნაწილამდე არ აღწევს. უკრაინის ფლამინგო რაკეტებმა დაარტყეს რუსულ ქარხანას, რომელიც უპილოტო აპარატების მთავარ კომპონენტებს აწარმოებს. ეს 1000 კილოგრამზე მეტი თვირთია. მაგრამ რატო უნდა გადაიხადო ამაში, როცა შეგიძლია შეხვიდე Ground News-ის Lines on Maps გვერდზე, ან დაასკანერო ეკრანზე მოცემული QR კოდი და მიიღო ფანტასტიკური 40%-იანი ფასდაკლება Advantage Plan-ზე, რომელიც გაძლევს ცდომას ამ ყველაფერზე და კიდევ ბევრ სხვაზე. კიდევ ერთხელ მადლობა Ground News, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. დაუბრუნდეთ არსებულ სტრატეგიულ პრობლემას. გვინდა გავიგოთ, რატომ შეიძლება საკუთარი შესაძლებლობების დაზიანება საბოლოოდ სასარგებლო აღმოჩნდეს. საბედნიეროდ ზუსტად შემიძლია აღვნიშნო, სად ირღვევა ჩვენი ინტუიცია. ყველანი ვთანხმდებით, რომ ომის მოსალოდნელი შედეგი ომის დაგეგმვის კრიტიკული კომპონენტია. ჩემი რწმენა ამასთან დაკავშირებით განსაზღვრავს, უნდა გავაგრძელო ბრძოლა, თუ მივიღო გარკვეული შეთანხმების პირობები. ამიტომაც უამრავი სადაზვერო ორგანიზაცია კიდევ უფრო დიდ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ მიიღონ კარგი შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს. ჩვენთვის მარტივია, უბრალოდ ქვეყნის რუკაზე დავნიშნოთ და ვთქვათ, აი იქ არის. კიდევ უფრო მარტივია შემთხვევით დავხატოთ ეს ქვეყნის რუკაზე, ყურადღების მიუქცევად მის სიზუსტეზე, როცა ჩვენი მიზანია გავიგოთ, როგორ მუშაობს მოლაპარაკება იმაზე დამოკიდებულებით, რასაც ისინი რეალურად ფიქრობენ. მაგრამ ამ რეალურ ადამიანებს მართლა უწევთ ამის გარკვევა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმით. და ეს ნიშნავს სხვადასხვა კომპრომისების გააზრებას. ადამიანობის ისტორიაში არც ერთ ქვეყანას არასდროს უცდია, რომ მაქსიმალურად ბევრი სამხედრო ძალა შეექმნა. ამას შეიძლება მივახოლდე, თუ მეორე მსოფლიო ომს გადახედავ და იმ უზარმაზარ ინვესტიციას, რომელიც შეიარაღების წარმოებას ჩაიდო. არაფერს ვამბობ იმ მილიონობით კაცზე, რომლებიც საბრძოლველად მობილიზდნენ.
მაგრამ უმეტესობა ომებისა ბევრად უფრო ზომიერია ვიდრე ეს. მაგალითად, კრემლი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნით ყველაფერი ჩვეულებრივად წარმოჩინოს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ეფექტური არ არის, მაგრამ საკმარისად დამაჯერებელია იმისთვის, რომ ზოგიერთმა უბრალოდ შეეგუოს ამას. ამასობაში შეერთებულ შტატებში თუ ბენზინის ფასებს არ შეხედავდით და სიახლეებს არ ჩართავდით, საერთოდ ვერ გაიგებდით, რომ ირანში ომი მიმდინარეობს. საკითხი ისაა, რომ მოსალოდნელი შედეგის რეალური ფაქტობრივი ვერსია უბრალოდ რუკაზე არ იხატება. ეს არის თვეების განმავლობაში დაგეგმვის, სამხედრო თვალსაზრისით რა მუშაობს, ამის გაგების მცდელობის და იმის დაფასების შედეგი თუ რა რეალური ფასის გადახდა გიწევს ერთი გეგმის არჩევისას მეორესთან შედარებით. საბოლოოდ რასაც აირჩევ, დამოკიდებულია იმაზე, რა მოგცემს ყველაზე მეტ ძალას ყველაზე მისასაღებ ფასად. მაპატიეთ, რომ ასე უსვამ ხაზს საბაზისო ხარჯსარგებლის გაანგარიშებას, მაგრამ დამიჯერეთ, მალე აქ მოულოდნელი შემოbrunება იქნება. როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერს, ჩემმა გენერალებმა გადმუნცეს სამხედრო ვარიანტების სია. თითოეული მათგანი ქმნის მოსალოდნელი სარგებლის უნიკალურ რაოდენობას. თითოეულ მათგანს ასევე თან ახლავს განსხვავებული ოდენობის ხარჯი. ამგვარად, მაქვს სარგებელთა სერია მინუს ხარჯები. ცხადის თმის რისკით უნდა ავირჩიო ის სტრატეგია, რომელსაც ამ მესამე სვეტში სარგებელი მინუს ხარჯები ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. საკმაოდ მარტივია, არა? კი, რა თქმა უნდა. სანამ არ გააცნობიერებ, რომ სამხედრო იძულებისას სტრატეგიული კომპონენტიც არსებობს. მე ვითვალისწინებ როგორც ჩემს სარგებელს, ისე ჩემს დანახარჯებს. თუმცა, ჩემი მოწინააღმდეგე არ ითვალისწინებებს ჩემს დანახარჯებს. ის მხოლოდ ჩემს სარგებელს ითვალისწინებს, რადგან ეს სარგებელი ნულოვანი ჯამისაა. რაც უფრო ძლიერია სამხედრო ვარიანტი, მით უფრო მეტად იხრება მოსალოდნელი შედეგის ხაზი ჩემს სასარგებლოდ. კარგია ჩემთვის, ცუდია ჩემი მოწინააღმდეგისთვის. ეხლა შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ჩემი სტრატეგიული არჩევანებიდან ერთ-ერთი წარმოუდგენლად ძლიერია. ავაში ყველაფერს მოვიგებ, ნამდვილად, თუ ამ არჩევანს ავირჩევ. მინდა რომ ამ მუქარის გამოყენებით ჩემი მოწინააღმდეგე შევაშინო და დავამორჩილო. მაშინ ყველაფერს მივირებდი, რაც მინდა, ისე რომ მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა არ დამჭირდებოდა. ეს არის მთავარი უპირატესობა ჯოხის გამოყენებისას სტიმულის ნაცვლად. როდესაც მხოლოდ მუქარა მუშაობს, ეს უფასოა. ერთი შესაძლო პრობლემა. ჩემი მოწინააღმდეგე რეალურად უნდა დაიჯეროს, რომ თუ მოლაპარაკება ჩაიშლება, ჩემს მუქარას სისრულეში მოვიყვან. და მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერი სტრატეგიაა ეს, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია. ჩემი მოწინააღმდეგე უბრალოდ ჩემს ბლეფს გამოავრენს და ამით სურელად გამომაჩენს. შესაბამისად, თავარი ისაა, რომ ჩემი სიის რომელ ვარიანტს აქვს ყველაზე მეტი უპირატესობა. სარგებელი მინუს ხარჯები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და ჯერ კიდევ მარტივია. მაგრამ მოდი დაუკვირდეთ ჩემს არჩევანს ჩემი ოპონენტის პერსპექტივიდან. მას ნამდვილად არ მოსწონს, როცა მე დიდი სარგებლის მომტან ვარიანტს ვირჩევ. თუ საბოლოოდ ჩხუბამდე მივალთ, სწორედ ეს განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგს. ის განადგურდება. და თუნდაც მხოლოდ მოლაპარაკებებს მივმართოთ ჩვენი განსხვავებების მოსაგვარებლად, მისი ნამდვილი წითელი ხაზი მაინც იმ მოსალოდნელი შედეგიდან გაუმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ თეორიულად შემიძლია მოლაპარაკების გზით მეტი მივიღო მისგან. კარგი, ეხლა შეგვიძლია ყველაზე უცნაურ ნაწილზე გადავიდეთ. წარმოიდგინე, რომ ჩემს არჩევანის მენიუში მხოლოდ ორი ვარიანტია: ნახევარზომა და სრული ზომის ნაბიჯი. სრული ზომის ნაბიჯი, განსაზღვრებით, ნახევარზომაზე უფრო ძლიერია. მასთან დაკავშირებულია მეტი სარგებელი. ამის საპირისპიროდ, ნახევარი ზომა ნაკლებ სარგებელს მოიტანს. ასევე შეიძლება უფრო ნელა გამოიწვიოს ეს შედეგები, რაც ყველასთვის, ვინც ამ საქმიანობას აკვირდება, იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამაზე ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დაფიქრდით, რომ მოსავირჩევდი ნახევარი ზომის ღირებულების მიხედვით. სრული ზომის წმინდა ღირებულება არ იცვლება ნახევარი ზომის ღირებულების მიხედვით, ასე რომ ეს უბრალოდ ჰორიზონტალური ხაზია. ჩემი ნახევარი ზომის ღირებულება აშკარად ცირდება მისი ღირებულების ზრდასთან ერთად, ამიტომ ის დაქანებულია ქვემოთ. და ტრივიალური შემთხვევის გარდა, როცა უფასო ნახევარი ზომაც კი უარესია სრულ ზომაზე, არსებობს გარკვეული ღირებულება, რომელიც მაიძულებს ერთიდან მეორეზე გადავიდე. კრიტიკულ ზღვარზე ქვემოთ მე ნახევარ ზომას ვამჯობინებ. ზემოთ კი სრულ ზომას ვამჯობინებ. კიდევ ერთხელ, თუ სტრატეგიულ სამყაროში არ ცხოვრობდით, ცხადია ჩემთვის საუკეთესო იქნებოდა უფასო ნახევარი ზომა მქონოდა. ან ისევ სრულ ზომას ვამჯობინებდი, ესეთ შემთხვევაში ეს კითხვა მნიშვნელობა არ აქვს. ან ნახევარ ზომას ვამჯობინებდი და მას უფასოდ მივიღებდი. მაგრამ დაფიქრდით, რა არის ჩემი ოპონენტის საბოლოო შედეგი, იმის მიხედვით, რა მიჯდება ნახევარი ზომა. გადამწყვეტ წერტილზე ქვემოთ მე ვახოციელებ ნახევარ ზომას და ჩემი ოპონენტი ამით დიდად არ ზარალდება. გადამწყვეტ წერტილზე ზემოთ, ეხლა მე ვახოციელებ უფრო მკაცრ სრულ ზომას და ჩემი ოპონენტი შეშინებულია. მისი საბოლოო შედეგი უცებ მკვეთრად ეცემა. იგივე უცნაურობა ჩნდება, თუ ამას ნახევარი ზომის სიძლიერის მიხედვით განვიხილავთ. არატრივიალურ შემთხვევაში, როცა სარგებელი მცირეა, მე სრულ ზომას ვამჯობინებ.
მაგრამ როგორც კი სარგებელი იზრდება, საბოლოოდ ნახევარ ზომას ვამჯობინებ. ჩემი ოპონენტის მინიმალური ზღვარი მაინც უცნაურად გამოიყურება. როცა მე სრულ ზომას ვამჯობინებ, ის მაინც ძალიან დაბალია. როცა ხარჯების დაზოგვის მიზნით ნახევარ ზომას ვამჯობინებ, ჩემი ოპონენტის მინიმალური ზღვარი უცებ მკვეთრად იზრდება. შემდეგ ის იკლებს, როცა ჩემი მხრიდან ნახევარი ზომის სიმტკიცეს კიდევ უფრო ვზვდით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუნდაც უარესი ნახევარი ზომები სრულ ზომაზეც ახდენდეს გავლენას. მაგალითად, თუ ბლოკადის დაწესების გარდა ჯარსაც შევიყვან, ეს ეფექტი მაინც ჩნდება, სანამ სრულ ზომაზე გავლენა ნაკლებია. ამიტომ, როგორც არ უნდა შევხედოთ, მოწინააღმდეგეზე მეტ ბერკეტს ვიღებ დათმობების მისაღებად მაშინ, როცა ჩემი ნახევარი ზომა უარესია ვიდრე მაშინ, როცა ის უკეთესია. საშუალო დონეზე ყოფნა ნახევარ ზომებში შესაძლოა უფრო ცუდი იყოს, ვიდრე საერთოდ ცუდი იყო ამ მხრივ. და მიზეზი მარტივია. ცუდი ნახევარი ზომები ჩემს სრულ ზომებს დამაჯერებელს ხდის. ეხლა რამდენადაც მე შემიძლია კონტროლი მოვახდინო შეთავაზებებზე, რომლებსაც მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან ცვლიან, ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია უკეთესი შეთანხმებები მივიღო მოლაპარაკების გზით. მაგრამ ნება მომეცით განმარტო. თუ მოლაპარაკება ჩაიშლება, მაშინ უფრო ცუდი ნახევარი ზომები ჩემს მდგომარეობას სულ მცირე, ისეთივე ცუდს გახდის, როგორიც ადრე იყო. იგივე ეხება იმ შემთხვევასაც, თუ ჩემი ოპონენტი იქნება ის, ვინც შეძლებს შეთავაზებების კარნახს. სხვა მნიშვნელოვანი შენიშვნა, რაც აქ უნდა დავამატო, არის ის, რომ მე ისე ვიგულისხმე, თითქოს ოპონენტის ხარჯები არ იცვლება ჩემი სტრატეგიის მიხედვით. რეალურად სრული ზომა ხშირად ოპონენტს უპონენტს უფრო დიდ ხარჯებს აკისრებს, რაც ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. დაუბრუნდეთ ირანსა და უკრაინას. არსებობს ორი ლოგიკური აზრი, რომლის გაგებაშიც წინაშრომა გვეხმარება. პირველ რიგში რობოტს დამკვირვებლებს, რომლებიც ძირითადად უყურებთ ამ კონფლიქტებს და მათი ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს გრძნობთ უშუალოდ, ეს გვეხმარება გავიგოთ, რატომ არის ორივე ფრონტზე მცირე პროგრესი. თუ პუტინს ეგონა მაგალითად, რომ მისი ნაწილობრივი ნაბიჯი, კონტრაქტული სამხედროების გამოყენება, ნაკლებად ეფექტური ან სუსტი იყო, არა რომ ეს ახლა ხდება, მას რამდენი ალტერნატივის წინაშე მოუწევდა დადგომა. ერთი ალტერნატივა იქნებოდა ომის გაფართოება სრული მობილიზაციით. მეორე ალტერნატივა იქნებოდა უბრალოდ დანებება, მესამე ვარიანტი, რომელზეც აქამდე არ გვისაუბრია. ეს სისუსტის ნიშანია და ზრდის შანსს, რომ პუტინს ბოლო მოეღება. თუმცა ალბათ ეს სწორი მიდგომა არ არის. ის საკუთარ თავზე მეტპირად რისკს აიღებდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაეზარდა ზეწოლა უკრაინაზე. ეს მთლიანობაში ცუდია კიევისთვის, თუმცა აშკარაა, რომ ეს ყველაფერს ბევრად მეტ ბერკეტს სცემს. ამასობაში ირანში შეერთებულმა შტატებმა მკაფიო არჩევანი გააკეთა და აგრესიულობის დონე შეამცირა, ძირითადი საჰაერო ოპერაციების შეწყვეტით და ამის ნაცვლად ბლოკადის სტრატეგიაზე გადასვლით. ან ყოველ შემთხვევაში, ასეა იმ დროს, როცა ამ სიტყვებს ვამბობ. ჩვენ ესკალაციის სპირალის შუაგულში ვართ და ამ ვიდეოს რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვაქვეყნებ. ასე რომ, თუ გაინტერესებდათ, რატომ გაჩერდა ომი იქ, სულ მცირე ამ მომენტისთვის, აი მიზეზიც. ირანში მიმდინარე პროგრესი განზრახ შენელდა. თუ ბლოკადა უფრო ძვირი ან ნაკლებად ეფექტური გახდებოდა, ან სოფლიოში რამე შეიცვლებოდა, რის გამოც ეს ორი ცუდება მოხდებოდა, მაშინ შეიძლება შეგემჩნიათ, რომ კვლავ დაბრუნდებოდა სერიოზული საჰაერო კამპანია, ან შეზღუდული სახმელეთო ძალების შეყვანა. ეხლა ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესო ხდება, როცა ვიწყებთ განხილვას იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს უარესი ნახევარ ზომები კეთილდღეობაზე. გახსოვდეთ, სარგებელი იქ ჩნდება, როცა შეგიძლიათ სრული ზომების მუქარით მეტის მიერება თქვენი მოწინააღმდეგისგან მშვიდობიან შეთანხმებაში. ცხადია, ყველაზე მოხსენებული მხარე ომშია, ასე რომ ეს არ ხდება. მაგრამ შესაძლებელია, რომ თუ უფრო მკაცრი ზომები სანდო იქნებოდა, მოლაპარაკების ბარიერები გაქრებოდა და მართლაც ომიდან მშვიდობაზე გადასულიყავით. მაგალითად, თუ ირანს არ ჰქონდა ზუსტი წარმოდგენა, როგორ განვითარდებოდა ბლოკადის სცენარი, მაგრამ ზუსტად იცოდა რა მოხდებოდა ჩვეულებრივ სამხედრო ომში, მაშინ ნახევრად გადადგმული ნაბიჯი თავადაც უწყობს ხელს მოლაპარაკების პრობლემას. ეს ასევე ნიშნავს, რომ შეგიძლია გაზარდო აშეთეშოც ომის ხარჯები, მაგრამ ამავე დროს შეამცირო ომის ალბათობა, რაზეც ოდესღაც ჩემი აკადემიური ალტერ ეგო წერდა. მიუხედავად ამისა, ნახევრად გადადგმული ნაბიჯი აშშშ-ისთვის მაინც უფრო ეფექტურ ვარიანტად რჩება და ამიტომაც სწორედ ამაზე ვარ დამოკიდებული. და თუ ირანის შემთხვევაში ეს მხოლოდ ჰიპოთეტური იყო, უკრაინაში ეს უკვე უფრო რეალური ხდება. რუსეთმა შეიძლება მალე შეცვალოს თავისი სტრატეგია, რაც მეორე რიგის მრავალი შედეგის გაუმწვევი გახდება. მოემზადეთ. მაშ, რა არის ჩვენი თავარი დასკვნები დღევანდელი დღისთვის? სამხედრო ძალებს აქვთ რამდენიმე არჩევანი. ამ ვარიანტებიდან საუკეთესოები ქმნიან ომის მოსალოდნელ შედეგს. ამ ვარიანტების შეფასებების შეცვლა იწვევს რთულ სტრატეგიულ ურთიერთქმედებებს. შესაძლებელია, რომ ერთ სტრატეგიაში სუსტი ყოფნა თლიანობაში უკეთეს მდგომარეობაში გაგაყენებს. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს საყვარელ სრულ ზომას, Ground News, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო.
ეწვიეთ ground.news/lines on maps ან დაასკანერეთ ეკრანზე მოცემული QR კოდი, რომ მიიღოთ ფანტასტიკური 40%-იანი ფასდაგლება სპეციალურ გეგმაზე. ასევე მადლობა Mike Ehrman Trouts დახმარებისთვის. ვიც იცის. და თუ არ იცით, შეიძლება მაინც ისიამოვნოთ დღევანდელი ვიდეოთი და შეგიძლიათ მოიწონოთ, გააზიაროთ და გამოიწეროთ არხი. ხვალ გნახავთ. იყავით კარგად.